ბუნებრივი აირის 16-მდე სამონტაჟო კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას წინააღმდეგ. მცირე მეწარმეები კომპანია სოკარს მონოპოლიაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით მომხმარებლებს არჩევანის საშუალება წართმეული აქვთ. ბუნებრივი აირის სამონტაჟო კომპანიების ხელმძღვანელები მილზე დაერთების გადასახადის გაუქმებას, ასევე ეგრეთ წოდებული რეგულატორების და საპროექტო ნახაზების უფასოდ გაცემას მოითხოვენ. კომპანიის წინ გამართულ აქციაზე დღეს მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით ბუნებრივი აირის მონტაჟზე ქალაქში დიდი მოთხოვნაა, რასაც ერთი კომპანია ვერ უმკლავდება. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ კომპანია სოკარში. კომპანიის კომერციული უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურის უფროსი დავით ლეკიშვილი სატელეფონო საუბრისას მცირე კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს კანონმდებლობით განმარტონ თუ რა საკითხში არღვევს სოკარი მომხმარებლის უფლებებს. მონოპოლია გამოიხატება იმაში, რომ საპროექტო მიერთა თავისთვის არ იძლევა პროექტებს და არ გვაძლევს საშუალებას იმაში, რომ ჩვენ გავაკეთოთ სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები. მის გაკეთებულ საქმეზე არ აქვს არანაირი თეთრი გადასახადი. ხოლო ჩვენს გაკეთებულზე, არა მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ ჩვენს გარდა არის 19 კომპანია, იმის გაკეთებულზე უნდა გადაიხადოს 53 ლარი. სოკარში გამაწვალეს ძალიან, ოჩერეთში ძლივშავდექი, მე რამოდენიმე თვე კიდე მაწვალესი გადამიდგეს და როცა გავიგე ეს ოფისი არსებობსო, მივაღწიე ამ თამაზი ბედინადესთან, გამომიწვდინა ხელი, ხო და 10 დღეში გაზი დამიდგა. მადლობელი გავხდი ძალიან. ამასაც შეუშალეს იმ დადგმის პერიოდში ხელი. ჩვენთვის გაუგებარია და უსაფუძვლო არის ეს ბრალდება. მე მოუწოდებ აბსოლუტურად ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, კანონმდებლობით განმარტოს კონკრეტულად ნორმატიულ აქტს, მუხის არ რომელიც არღვევს სოკარს. იცეზეათი ამ შემთხვევაში წარმოადგენს სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა. სხვა კერძო ორგანიზაციას ამ სამუშაოების შესრულების უფლება არ გააჩნია. აბსოლუტურად ყველას უსასყიდლოდ საკუთარი კომპანიის სახსრებით ვამონტაჟებთ ამ გაზის მარეგულირებელ ხელსაწყოებს.